კონორ მაკგრეგორის შეხვდება ილია თოფურიას. ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს შერკინება, მაგრამ ყველა ხვდებით, რომ ეს არარეალური რამ არის. ძალიან ბევრი MMA-ის გულშემატკივარი ამ ორ მებრძოლს ერთმანეთს ადარებენ, იმიტომ რომ კონორმაც 28 წლის ასაკში მოიპოვა 2 ტიტული და თოფურიამაც იგივე გააკეთა 28 წლის ასაკში და ამბობენ, რომ თოფურია კონორს ბაძავს, რაღაცნაირად ტატუებითაც ერთმანეთს გვანან. მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ პრაიმი კონორ მაკგრეგორი რომ შეხვედროდა აი ამ ილიას, ის მას მოუგებდა. ხო და დღეს მინდა შევადარო ეს ორი მებრძოლი და მთელს მსოფლიოს თუ ნახევარ მსოფლიოს დავამტკიცო, რომ კონორი რომ შეხვედროდა ილია თოფურიას ოქტაგონში, ის მას უბრალოდ დაღეჭავდა. რა არის ამ ყველაფრისთვის საჭირო? დიახ, ამ ორი მებრძოლის ყველა ჩხუბის ნახვა. ასე რომ მოკალათით ეკრანებთან, რადგან დღეს თქვენ კონორის ყველა ბრძოლას ნახავთ და ჩვენი ქართველის ილია თოფურიას ბრძოლებსაც ყველა ბრძოლას ნახავთ. ამ გადაცემაში არ იქნება ინტრიგები, ისტორიები, ვინ ვიზე, რა თქვა და ასე შემდეგ. სუფთა სპორტულად გადავალოთ თვალი ყველა ბრძოლებს, დავთვალოთ ანგარიში და გამოვიტანოთ ბოლოს განაჩენი. პირველ რიგში უნდა გადავხედოთ ამ ორი სპორტსმენის ბრძოლებს UFC-მდე. სანამ UFC-ში მოხდებოდა კონორი, მან 14 ბრძოლა დაჭირდა და ამ ყველაფრისთვის 4 წელი დახარჯა და მოხვდა UFC-ში. ილია თოფურიამაც 4 წელი დახარჯა, მაგრამ კონორთან შედარებით მან სულ რაღაცა 8 ბრძოლაში მოახერხა UFC-ში მოხვედრა და მოდით ვნახოთ ეხლა ყველა ის ჩხუბი, რომელიც მებრძოლებმა UFC-მდე მოხვედრამდე ჩაატარეს. კონორის დებიუტი პროფესიონალებში 2008 წელს შედგა და მან ამ ერთ წელიწადში 4 ბრძოლის ჩატარება მოახერხა. პირველი, ვისაც ირლანდიელი შეხვდა, იყო გარი მორისი. ეს ბრძოლა 2 რაუნდს გრძელდებოდა. კონორმა თავისი სადებიუტო შერკინება ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ორ თვეში მაკგრეგორი ტაილერს ხვდება და დომინირებს. ერთ მომენტში ტაილერმა ირლანდიელს არმბარი გაუჭიმა, მაგრამ ის გამოძვრა და მეოთხე წუთზე ბრუტალურად ჩაქოლა თავისი მეტოქე. ამ წელს ნოტარიუსი ხვდება არტემის სიტენკოვს, ლატვიელ მებრძოლს, რომლის საბრძოლო ბაზაც იყო გრეპლინგი, ჯიუ-ჯიტსუ და სამბო. ამ ბრძოლაში ვნახეთ, რომ კონორი მიწაზე ძალიან სუსტია. სიტენკოვმა 21 წამზე მოიგო შეხვედრა ფეხზე მტკივნეულით და კონორი დამარცხდა პირველად თავის კარიერაში. ამავე წელს კონორმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო ტექნიკური ნოკაუტით პირველ რაუნდში და გამოვიდა, რომ ერთ წელიწადში მან 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთხელ დამარცხდა, ისიც დამარცხდა მოჭიდავესთან. ეხლა კი ილია თოფურიას შევეხოთ. კონორთან შედარებით ილიამ ერთ წელიწადში 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე პირველ რაუნდში მოიგო საბმიშენით. ილიას დებიუტი პროფესიონალებში 2014 წლის 4 აპრილს შედგა. მან თავის მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ქართველმა პირველივე წამებზე გადაიყვანა ოპონენტი პარტერში, სადაც 3 წუთის განმავლობაში დომინირებდა და ბოლოს დაახრჩო ის. ზუსტად 2 თვეში ქართველმა კიდევ ერთი მეტოქე გაგუდა. მოღონდ ამჯერად მას უფრო ნაკლები დრო დაჭირდა, კონკრეტულად კი 63 წამი.
დაუბრუნდეთ ირლანდიელს. 2010 წელს კონორმა 2 შეხვედრა ჩაატარა. პირველში მან გამარჯვება მოიპოვა ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდის ბოლოს. მეორე ბრძოლაში კონორს შეხვდა ჟოზეფ დაფი, რომლის საბრძოლო ბაზაც იყო ძიუდო და ჯიუ-ჯიტსუ. მაგრეგორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მოჭიდავეებთან ძალიან უჭირს და დამარცხდა მახრჩობელა ილეთით პირველივე რაუნდის 38 წამზე. ილია თოფურიამ კი 2016 წელს ტრადიციულად 2 ბრძოლა ჩაატარა. პირველი, ვისაც არ გაუმართლა, იყო დანიელ ვასკესი. ილიას 2 წუთზე ნაკლები დაჭირდა. მან ეს მეტოქეც გაგუდა და მოიპოვა ზედიზედ მესამე გამარჯვება. შემდეგი იყო ჯონ გვარინი. ეს სატიტულო ბრძოლა იყო ესპანურ პრომოუშენში. თოფურია დომინირებდა პირველ რაუნდში. ხან თავის მეტოქის გაგუდვას ცდილობდა მდგომიარეს, ხან კი არმბარით ხელის მოგლეჯვას. ეს რაუნდი ილიამ უპირობოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა და მეორე რაუნდის შუაში ეს ოპონენტიც დაახრჩო და გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი. რაც შეეხება კონორს 2011 წელი მისთვის ძალიან კარგად წარიმართა, რადგან მან 5 ბრძოლა ჩაატარა და 5-ვე ნოკაუტით მოიგო. პირველი კონორმა ჰიუბრედი დაანოკაუტა რაუნდის პირველ ნახევარში. მან ჯერ ეფექტური აპერკოტით დაანოკდაუნა ის და შემდეგ მიწაზე ბრუტალურად ჩაქოლა. Make some noise for Conor McGregor! მაიკ ვუდი კი ნოტარიუსმა ზუსტად 16 წამში დაანოკაუტა. შემდეგი იყო პედი დოერტო, რომელიც კონორმა ზუსტად 4 წამში გათიშა. კონორის შემდეგი მეტოქე იყო არტურ სამისკი, რომელმაც რაუნდი კარგად დაიწყო და ერთი მომენტი კინაღამ გაგუდა ირლანდიელი. მაგრამ კონორი გამოძვრამ, შემოატრიალა სათავისოდ შეხვედრა და რამდენჯერაც სამისკი მას ეპატიჟებოდა პარტერში, იმდენჯერ არ გაყვა და საერთო ჯამში ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. როგორც კი დაიწყო მეორე რაუნდი, ნოტარიუსი ეცა ოპონენტს ჩეხაობით და წააქცია ის. ამჯერად კონორი ჩაყვა სამისკის პარტერში და გრანდ ენდ პაუნდით დააფინიშა ის. ამავე წელს კონორმა შეცვალა პრომოუშენი და გააფორმა კონტრაქტი Cage Warriors ორგანიზაციასთან, სადაც თავის სადებიუტო შერკინებაში შეხვდა ეირონ იანსენს. ეს შეხვედრა 4 წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა. ძირითადად სპორტსმენები კლინჩში იდგნენ უმოქმედოდ, ამიტომ საჯმა ისინი გააშველა. მებრძოლებმა გაცვალეს დგომში რამოდენიმე დარტყმა და ჩავიდნენ პარტერში, სადაც მაგრეგორმა ჩაქოლა თავისი ოპონენტი და გაიმარჯვა. რაც შეეხება ილია თოფურიას, ვიცით რომ მან 4 ზედიზედ ბრძოლა მოიგო საბმიშენით 66 კილოგრამ კატეგორიაში. 2018 წელს მან მიიღო ბრძოლა Cage 43-ის პრომოუშენში მიკა ჰამალაინენთან. ეს შეხვედრა 61 კილოგრამში ტარდებოდა. თოფურიამ 1 კილოგრამი და 700 გრამით გადააჭარბა წონას, მაგრამ შეხვედრა მაინც ჩაინიშნა.
აი ამ შეხვედრაში პირველად ვნახეთ, რომ ტოპურიას ძალიან მძიმე ხელი აქვს. მან ორ წუთში ისე მაგრად დააზიანა თავისი ოპონენტი, რომ ის შველას ტეიქდაუნებში ეძებდა. მაგრამ არ გამოვიდა ილიას წაქცევა, ქართველმა ისჯერ მიწაზე დაამუშავა, შემდეგ დომინაცია დგომში გაგრძელდა, ჩანდა რომ მას ნოკაუტი ჭირდებოდა, მაგრამ მიკამ პარტერი აირჩია და ტოპურიამ ეს მეტოქეც დაახშო. Ja sinne jalkaan. Nyt alkaa enemmän paljastua. En tiedä, oliko se vaan minä, mutta alkaa Mikan pää kestää. Näköjään. Oi. Meneekö läpi? Rakenteeltaan sellainen kaveri, että sieltä se vaan ruuvaa. Nyt ootas parempaa tälle iltaan. ამავე წლის მეორე ბრძოლა ილიამ Cage Warriors ორგანიზაციაში ჩაატარა. ეს შეხვედრა ტარდებოდა ვაკანტურ ტიტულზე 61 კილოგრამში. თუმცა ქართველმა წონა ვერ ჩააბარა. ბრძოლა მაინც შედგა, მაგრამ ქამარზე არა. ბრაიანი ძლიერი მეტოქე იყო, რომელიც მოდიოდა 7 გამარჯვებით და 1 მარცხით. თუმცა ილიამ მას შანსი არ დაუტოვა და პირველივე წუთში გაგუდა და დაუგდო ორგანიზაციას უგონოდ ფრანგის სხეული ოქტაგონში. Set up from here. Oh, Boulon thinks he's walking, he's out. It's over! Wow! Really that does want some. Ilja Topuria! ამასობაში კონორ მაკგრეგორმა 2012 წელს კიდევ 3 ბრძოლა მოიგო Cage Warriors ორგანიზაციაში და მოიპოვა 2 ტიტული, ერთი 66 კილოგრამში და მეორე 70-ში. ქრონოლოგიურად პირველი შეხვედრა იყო საპრეტენდენტო 66 კილოგრამში სტივ ოკიპის წინააღმდეგ. მაკგრეგორმა თავისი მეტოქე წუთი და 33 წამში იდაყვებით გაანადგურა და მოიპოვა satitulо ბრძოლის უფლება 66 კილოგრამში. He's celebrating already. Some really nice setups with the knees, getting his hip back out the way. 5, 6, 7, 8, 9, nearly 10 unanswered elbows. Notorious Conor McGregor. ნოტარიუსი Cage Warriors ტიტულზე დეივ ჰილს შეხვდა, რომელიც 2-ზე მარცხით მოდიოდა და მშობლების გარდა არავის ჯეროდა, რომ ის ამ ტიტულს მოიპოვებდა და ასეც მოხდა. ირლანდიელი მთელი პირველი რაუნდი დომინირებდა, ის უკეთესი იყო დგომშიც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პარტერშიც. რაუნდის ბოლო წამებზე კონორმა თავისი მეტოქე მახრჩობელაზე დაიჭირა, თუმცა გონგმა მას არ მისცა საშუალებას საქმე ბოლომდე მიეყვანა. კონორის დომინირება მეორე რაუნდშიც გაგრძელდა, ის თითქმის 4 წუთის განმავლობაში პარტერში ღეჭავდა თავის ოპონენტს და ბოლოს დაახშო ის და გახდა Cage Warriors ახალი ჩემპიონი 66 კილოგრამში. სხვათა შორის ეს პირველი და უკანასკნელი საბმიშენით ფინიში იყო ირლანდიელის კარიერაში. Fast hands and vocabulary shots coming from Conor. Looking to isolate, submitted. It's a lot of never been pressure. stopped. There it is. It's a featherweight belt. I have never seen anything like Some this. extreme and cheering. Conor McGregor is from Ireland, the new featherweight champion of the world. ამავე წლის 31 დეკემბერს კონორმა მეორე ქამარი მოინდომა Cage Warriors ორგანიზაციაში და ავიდა 70 კილოგრამში, სადაც მაგ დროს ამ დივიზიონში ქამარი იყო ვაკანტური. ირლანდიელს ოქტაგონში დახვდა ბევრად გამოცდილი ივან ბუხინგერი, რომელსაც იმ მომენტში სტატისტიკაში ჰქონდა 21 გამარჯვება და 3 მარცხი. კონორმა რაუნდი ფინტაობით დაიწყო და მალევე ტეიქდაუნი შეასრულა, სადაც მახრჩობელაზე მოყვა. თუმცა მალევე დააღწია თავის სახიფათო ილეთს და შეხვედრა გაგრძელდა დგომში. ირლანდიელი ძალიან თავდაჯერებულად და დამაზიანებლად იბრძოდა. ეს იყო სრული დომინაცია დგომში, რომელიც მეოთხე წუთის ბოლოს დასრულდა 1 დარტყმით. კონორი ერთდროულად გახდა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი. ესეთი რამ ამ ორგანიზაციაში არც მაკგრეგორამდე გაუკეთებია ვინმეს და არც მაკგრეგორის მერე. Ivan Bushinga is it, and such crisp technique, and that is hugely devastating.
ამასობაში დაუმარცხებელ ილია თოფურიამ კიდევ ორი შერკინება მოიგო 2019 წელს, ამჯერად ბრეივის ორგანიზაციაში. მისი პირველი ოპონენტი ამ ორგანიზაციაში იყო ლუის გომესი. თოფურიამ შეხვედრა აგრესიული პრესინგით დაიწყო და პირველივე წამებზე გადაიყვანა გომესი მიწაზე, სადაც ის დალეწა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შემდეგ სამკუთხედში ამოაყოფინა თავი და მახრჩობელი და ხელზე მტკივნეული ერთდროულად ილეთებით დააფინიშა 5 და 15 წამში. სანამ ილია UFC-ში მოხდებოდა, მან კიდევ ერთი შერკინება ჩაატარა ბრეივის ორგანიზაციაში, სადაც შეხვდა სტივენ გონკალეს. ამ ბრძოლამდე ილიამ 7 შეხვედრა ზედიზედ მოიგო და 7-ვე საბმიშენით მოვიდა დრონ ნოკაუტის. სპორტსმენებმა შეხვედრა დგომში დარტყმების გაცვლით დაიწყეს, სადაც გონკალესმა ილიას ჰაიკიკი გაუტარა, მაგრამ ქართველმა ის მიწაზე გადაიყვანა და დაიწყო მისი დახჭობა. დიდი ალბათობით ეს შერკინებაც მორიგი საბმიშენით დასრულდებოდა, მაგრამ გონკალესი ახერხებს ადგომას. თუმცა მალევე ისევ მიწაზე აბრუნებს მას ილია და კიდევ ცდილობს მახრჩობელის შესრულებას და სტივენი კიდევ დგება. და აქ ილიამ შეცვალა თავისი ტაქტიკა, დადგა ფეხზე და ერთი უძლიერესი დარტყმით გაუშვა გონკალესი ღრმა ნოკაუტში. მოდით ეს ყველაფერი შევაჯამოთ, რადგან ახლა იწყება სპორტსმენების კარიერა UFC-ში. სანამ UFC-ში კონორი მოხდებოდა, მან 14 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 12 შეხვედრა მოიგო და 2-ში კი დამარცხდა. ილია თოფურიას კი 8 შეხვედრა დაჭირდა და 8-ვე მან ფინიშით დაასრულა. მას მხოლოდ ერთი ნოკაუტი ჰქონდა, დანარჩენი მეტოქეები მან დაახრჩო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია მაგ მომენტში იყო მიწაზე მეფე და კონორი ის ორჯერ დამარცხდა და ორჯერვე მიწაზე საშუალო მოჭიდავეებთან. აქედან გამომდინარე, კონორი თავის სადებიუტო ბრძოლაში რომ შეხვედროდა აი ამ ილიას, რომელმაც 7 მეტოქე დაახრჩო და 1 დაანოკაუტა, თან თითქმის ყველა პირველ რაუნდში დიდი ალბათობით თოფურია მას დაახრჩობდა. კი, კონორმა UFC-მდე მეტი ბრძოლა ჩაატარა, მეტი გამოცდილება ჰქონდა და 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ამას ნამდვილად არ დაუკარგავ, მაგრამ ასევე ის ორჯერ დამარცხდა და ორჯერვე მიწაზე. ამ შანსს კი დაუმარცხებელი ილია ხელიდან არ გაუშვებდა. ჩემი აზრით UFC-ს დებიუტანტი ილია დებიუტანტ კონორს პირველივე რაუნდში დაახრჩობდა. ეხლა კი ვნახოთ ამ ბრძოლების UFC-ში ჩხუბებს და ვნახოთ ვინ როგორ მოიპოვა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონობა. ნოტარიუსის დებიუტი UFC-ში 2011 წელს შედგა და მან ერთ წელიწადში 2 ბრძოლა ჩაატარა და 2-ვე მოიგო. პირველი იყო მარკუს ბრეიმეიჯი, რომელიც იმ მომენტში UFC-ში 3 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა, ეს შეხვედრა ტარდებოდა 66 კილოგრამში. მებრძოლებმა შეხვედრა დგომში ჩეხაობით დაიწყეს, სადაც ნოტარიუსი ბევრად დამაზიანებელი იყო და როგორც შედეგი მან თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ნოკაუტით მოიგო 67 წამში და გაიფორმა ეგრევე ბონუსი. First round win. Wow. Ultra impressive by TKO, the notorious Conor McGregor. Dana, 60 G's, baby! ამავე წელს კონორი ხვდება მაქს ჰოლუეის და თავის კარიერაში პირველად იგებს ბრძოლას გადაწყვეტილებით. ამ შეხვედრას ჰოლუეიზე დოკუმენტურ ფილმში უფრო დეტალურად განვიხილავ, ასე რომ ვისაც არ უნახია ეს ვიდეო, შეგიძლიათ იპოვოთ ჩემს არხზე. ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. We go to the judges' scorecards for the notorious Conor. რაც შეეხება თოფურიას, მან კონტრაქტი UFC-სგან 2020 წელს მიიღო და ერთ წელიწადში კონორივით 2 ბრძოლა ჩაატარა. პირველი, ვისაც ელ-მატადორი შეხვდა, იყო იუსუფ ზალალი. აღსანიშნავია, რომ თავიდან ზალას სხვა უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ტრავმა მიიღო. ორგანიზაციას ამ შეხვედრის ჩაშლა არ სურდა და ილიასთვის მოულოდნელად პრომოუშენმა მას 8 დღით ადრე ბრძოლა შესთავაზა. მაგ პერიოდში ილიას ვირუსი ჰქონდა და ძალიან შეუძლოთ იყო, თუმცა შანსი ხელიდან არ გაუშვა და გავიდა შეხვედრაზე. ზალალს მაგ დროს ორგანიზაციაში 3 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 3-ვეში გამარჯვება გადაწყვეტილებით ჰქონდა მოპოვებული. იმის მიუხედავად, რომ თოფურიას ახალი ჰქონდა გადატანილი ავადმყოფობა და 8 დღით ადრე მოუმზადებლად მიიღო ბრძოლა, მან ეს შეხვედრა მაინც მოიგო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ქართველმა 3-ვე რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა და იყო უკეთესი დგომშიც და მიწაზეც.
ორ თვეში თოფურია ხვდება LFA-ის ყოფილ ჩემპიონს დეიმონ ჯექსონს, რომლის რეკორდის მაგ მომენტში პროფესიონალებში იყო 18 გამარჯვება და 3 მარცხი. ამ შეხვედრაში თავიდანვე ჩანდა, რომ ქართველი არ აპირებდა ჭიდაობას. მან ჩეხაობა აირჩია და ზუსტად ნახევარ რაუნდში ისე სასტიკად დაანოკაუტა ჯექსონი, რომ ის გამოცხადებაზეც კი ვერ გამოვიდა. მართალია თოფურიას ოფიციალურად ბონუსი არ მისცეს, მაგრამ ის დანა ვაიტმა შეამჩნია და თქვა, რომ ამ გამარჯვებაში თოფურია დამატებით თანხას მიიღებდა. Oh my goodness gracious. And like you said, that was all because of going to the body and setting everything up. Ilya El Matador Topuria! To eat something, taste. I can come back. Well, I think კონორ მაკგრეგორი 2014 წელი და კიდევ 2 ზედზედ გამარჯვება და ორივე ნოკაუტით პირველ რაუნდში. პირველი კონორს შეხვდა დიეგო ბრანდაო. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, რადგან შეხვედრა ტარდებოდა ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში. ბრაზილიელის რეკორდი პროფესიონალებში მაგროს იყო 22 გამარჯვება და 9 მარცხი. კონორის კი 14 გამარჯვება და 2 მარცხი. მებრძოლება თავიდანვე გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და ჩაეხუტნენ ერთმანეთს კლინჩში, სადაც ირლანდიელი თავის საფირმო მხრით დარტყმას ამუშავებდა. შემდეგ იყო თითქმის 2 წუთიანი პარტერი, ირლანდიელი მიწაზე დომინირებდა და არასვენებდა მეტოქეს. როგორც კი შეხვედრა ვერტიკალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ნოტარიუსმა დაიწყო ბრენდაოს დისტანციიდან დაცხრილვა და მეოთხე წუთზე წააქცია ის დარტყმების კომბინაციით და მიწაზე სასტიკად დააფინიშა, რითიც მოიპოვა მორიგი ბონუსი. შემდეგი იყო დასტინ პორიე. აუცილებლად ნახეთ პორიეზე დოკუმენტური ფილმი, რომლის ლინკსაც აღწერაში დაგიტოვებთ, რადგან სწორედ რომ პორიემ დაასრულა კონორის კარიერა 2021 წელს 2 ბრძოლაში 2 ნოკაუტით. ამ შეხვედრაში თავიდანვე ორივე სპორტსმენს რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ნოტარიუსი მაინც უფრო ეფექტური იყო და მეორე წუთის ბოლოს დაანოკაუტა პორიე. ჩაიკეცა $40,000 ბონუსი ჯიბეში და ხელით ყველას ანიშნა, რომ მალე 66 კილოგრამში ტიტული მისი გახდება. looking to finish the fight. It's all over, just like that. Wow. That's the real deal, ladies and gentlemen. Make no mistake about it. Conor McGregor is for real. An entire country. The notorious Conor McGregor! And I knocked him out in the first round. You can call me Mystic Mac because I predict these things. ამასობაში თოფურიამ 2021 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. ის შეხვდა ჯიუ-ჯიტსუს ოსტატს და კარგ გრეპლერს რაიან ჰოლს, რომელიც იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და UFC-ში 4 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა. ჰოლი იყენებდა ბრძოლაში თავის უცნაურ სტილს, მთელი რაუნდი ის გორაობდა ოქტაგონში და ცდილობდა ილიას მიწაზე გადაყვანას, თუმცა ქართველი მას არ მიყვებოდა პარტერში. ბოლოს თოფურიას რომ ამოუვიდა ყელში ეს მაიმუნობა, ის ჩაყვა პარტერში ჯიუ-ჯიტსუს ოსტატს და მიწასთან გაასწორა ჰოლიც და მისი სტილიც. გაიფორმა მორიგი ნოკაუტი თავისი $40,000 ბონუსით. Topuria! 2015 წელს კონორმა თავისი პირადი რეკორდი მოხსნა და ერთ წელიწადში 3 ზედზედ ბრძოლა ჩაატარა. სამივე ნოკაუტით მოიგო. მოიპოვა დროებითი ტიტული 66 კილოგრამში და შემდეგ ნამდვილი ქამარი. ამ წარმატების გზაზე კონორს პირველი შეხვდა დენის სივერი. ეს შეხვედრა 2 რაუნდს გრძელდებოდა. ბრძოლის პირველი მონაკვეთი წარიმართა მაკგრეგორის ცალმხრივი დომინაციით. ის კარგად მუშაობდა კონტრშეტევებზე და დისტანციაზე. სივერმა მხოლოდ 2 უმნიშვნელო ტეიქდაუნი შეასრულა, რის მერე ირლანდიელი მალევე ადგა, რომ არა გონგით დიდი ალბათობით ნოტარიუსი მას დააფინიშებდა. It's almost like 10 seconds. Final seconds of the round.
get Nathan Moore, throw him and hit him. გერმანელის განადგურება გასისხლამდე მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. კონორმა ეს მეტოკეთს დაანოკაუტა მიწაზე ჩაქოლვით მეორე წუთის ბოლოს და მოიპოვა ბონუსი სატიტულო ბრძოლასთან ერთად. The punch that lands, tagged by 8 seconds away from being stopped. That's it. It is all over. Conor McGregor stops Dennis Siver. Easily, look at this, look at this. Look at Jose Aldo. He's in front of Jose Aldo screaming. Come back to Brazil with that spit booking. კონორ მაკგრეგორი ტიტულზე უნდა შეხვედროდა ამ დივიზიონის მეფეს ჟოზე ალდოს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მარცხი არ უნახია. თუმცა ორი კვირით ადრე ალდომ ვარჯიშზე ნეკნი მოიტეხა და რომ არ ჩაშლილიყო ივენთი, ორგანიზაციამ კონორს დროებით ტიტულზე ჩად მენდესი შეახვედრა, რომელმაც ეს შეხვედრა ორი კვირით ადრე მიიღო და გამოვიდა საჩხუბრად დროებით კამარზე. მენდესი იყო ძალიან სერიოზული მებრძოლი. მაგ მომენტისათვის მას პროფესიონალებში 18 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა და ისიც ორივე ალდოსთან სატიტულო შერკინებაში. რაუნდის დასაწყისში მენდესმა მეტოკის მიწაზე გადაყვანა მოახერხა, მაგრამ ირლანდიელი მალევე გამოძვრა და დგომში დაუშვა მას. კონორი დომინირებდა უპირობოდ, თუმცა ჩად მენდესმა შუა რაუნდში კიდევ ერთხელ გადაიყვანა კონორი და ადგომის დროს რამოდენიმე დამაზიანებელი დარტყმა გაუმტარა, რის მერეც მაკგრეგორი ცოტა შენელდა. რაუნდის ბოლოს 1 წუთით ადრე მენდესმა კიდევ გადაიყვანა დარეტიანებული ირლანდიელი მიწაზე და იქ ამუშავებდა გონგამდე. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაუნდი იყო თანაბარი. Really low. Chad Conor can hit him. He's got a longer. Again. მეორე რაუნდი მაკგრეგორმა დაიწყო დამაჯერებლად დისტანციიდან ფეხებით, თუმცა მენდესმა ის მორიგი ტეიქდაუნით დაამშვიდა. თითქმის მთელი რაუნდი ამერიკელი მაკგრეგორს ზემოდან ეჯდა და ძალიან ბრუტალურად ამუშავებდა. და აი რაუნდის ბოლო წამებზე ნოტარიუსი ახერხებს ადგომას ფეხზე, იწყებს ჩეხაობას და ორიანი კროსით მენდესის დანოკდაუნებას, რის მერეც ის მიწაზე ტრადიციულად ქოლავს მას და იფორმებს მორიგ ნოკაუტს თავისი ბონუსით. The notorious Conor McGregor. The new interim UFC. Look into my eyes, little man. Little Brazilian. Ooh, vamos here. McGregor, how long is it going to take you to rip his head off? Give me that. Special in that. და 2015 წლის 12 დეკემბერს მაკგრეგორი შეხვდა დაუმარცხებელ ალდოს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში არ წაუგია. ეს ბრძოლა შედგა 66 კილოგრამში, სადაც სპორტსმენებმა ნამდვილი და დროებითი ტიტული გააერთიანეს. ბრძოლამდე კონორმა პრესკონფერენციაზე ალდო ძალიან გააბრაზა თავისი ტრეშ-ტოლკით და ის სწორედ ამ საქციელებით კონორმა გააცნო მთელს მსოფლიოს MMA. ალდო კი მენტალურად გაანადგურა. მაგ მომენტისათვის კონორის რეკორდი პროფესიონალებში იყო 18 გამარჯვება და 2 მარცხი. ჟოზე ალდო კი იბრძოდა 25 გამარჯვებით და მხოლოდ 1 მარცხით. ეს შეხვედრა მალევე დასრულდა. კონორმა ალდო 13 წამში გათიშა. ეს მოუხსნელი სწრაფი ნოკაუტების რეკორდია სატიტულო ბრძოლაში. და აი ასე კონორი გახდა 27 წლის ასაკში UFC-ს ჩემპიონი 66 კილოგრამში. Smiling. Oh! Just slapped him! Like that! Conor McGregor is the new UFC featherweight champion of the world! Oh, unbelievable! Champion of the world, the notorious Conor McGregor! Ireland, baby!
რაც შეეხება ილია თოფურიას, მან 2022 წელს 2 ბრძოლა ჩაატარა UFC-ში. პირველი, ვისაც შეხვდა ქართველი, იყო ჯეი ჰერბერტი, Cage Warriors ყოფილი ჩემპიონი. ეს ჩხუბი შედგა 70 კილოგრამში. ილიამ პირველად მოსინჯა ეს დივიზიონი. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 2 რაუნდს. ჰერბერტი ილიაზე ვიზუალურად ბევრად დიდი იყო, თუმცა ქართველი მაინც რაუნდის დასაწყისშივე შევარდა საჩეხაოდ. რა დროსაც ბრიტანელმა უძლიერესი ჰაიკიკით გაუშვა თოფურია ნოკდაუნში. ილია არ დაიბნა, ეფექტურად დაათეიქდაუნა თავისი მეტოქე, ბადესთან ცოტა მოფერიანდა და ეფექტური გდებით დააჭედა ჰერბერტი ოქტაგონში, სადაც 2 წუთის განმავლობაში მას აკონტროლებდა. შემდეგ სპორტსმენები ადგნენ და ბრძოლა დგომში გაგრძელდა, სადაც ჰერბერტმა მუხლით კიდევ მოახერხა ილიას დაზიანება. ამ რაუნდიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ძალიან კარგად უძლებს დარტყმებს. ასეთი ჰაიკიკის და მუხლის მერე ბევრი ვერც კი ადგებოდა, თუმცა ქართველმა საჭირო დროს ჩართო თავისი ჭიდაობა და გამოზრა სიტუაციიდან. მეორე რაუნდშიც იმის მაგივრად რომ ეჭიდავა თოფურიას, თან ნახა რომ ჰერბერტის წინააღმდეგ მისი რესლინგი მუშაობს, ის დგომში თამამად მიდის საჩეხაოდ, რა დროსაც ბრუტალურად თიშავს ჰერბერტს და ყველას უმტკიცებს, რომ ის ნამდვილი ნოკაუტების მანქანაა, რომელიც მძიმე ნოკდაუნის მერეც მწყობშია და შეუძლია მეტოქის დაძინება. რამოდენიმე თვეში ილია უბრუნდება 66 კილოგრამს და ხვდება ტიტულოვან გრეპლერს ბრაის მიჩელს. მიჩელს მაგ მომენტისათვის UFC-ში 6 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 6-ვე მოგებული. საერთო ჯამში მისი პროფესიონალური რეკორდი იყო 18 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. ძირითადად ბრძოლებს იგებდა მიწაზე საბმიშენებით. თოფურიამ რაუნდი ეგრევე შეტევით დაიწყო და კარგათაც დააზიანა მიჩელი. აღსანიშნავია, რომ ილია დივიზიონის საუკეთესო მოჭიდავესთან ძალიან კარგად ისავდა თავს თეიქდაუნებისგან. მართალია რაუნდის ბოლო წამებზე თოფურია ზურგზე აღმოჩნდა, მაგრამ ამ პოზიციაში ყველა აქტივობა დაუბლოკა მიჩელს და ეს ბრძოლის მონაკვეთი კითხვების გარეშე თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი თოფურიამ მიჩელს ჯოჯოხეთად უქცია. ის მას ეტაპობრივად ანადგურებდა ყველა სართულზე. ეს იყო ტოტალური დომინაცია, უმაგრესი ტაიმინგი, ნოკდაუნით და კონტროლით. ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველმა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე, რომელთანაც წესით ცოტათი მაინც უნდა გაჭირვებოდა ბრძოლა, დაშალა 2 რაუნდში ნაწილებად და ბოლოს დაახრჩო ის, რითიც მორიგი ბონუსი გაიფორმა და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია. ამ დროს კი კონორ მაკგრეგორმა 2016 წელს 3 შეხვედრის ჩატარება მოახერხა და მოიპოვა მეორე ტიტული. ჟოზე ალდოსთან ეფექტური გამარჯვების შემდეგ 66 კილოგრამში კონორს ტიტულის აღება 70-ში მოუნდა. მაგ მომენტისათვის ამ დივიზიონში მეფობდა რაფაელ დოს ანიოსი, რომელმაც საჯების გადაწყვეტილებით სატიტულო შეხვედრა მოუგო 2015 წელს ენტონი პეტის და ამავე წელს დაიცვა ტიტული ნოკაუტით დონალდ სერონესთან. Mr. McGregor, if you wanna come to lightweight division, this is my division, man. პრომოუშენმა ეს შეხვედრა დააორგანიზა UFC 196-ზე და თითქოს ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ ბრძოლამდე 11 დღით ადრე დოს ანიოსმა სერიოზული ტრავმა მიიღო ფეხზე და ეს ორთა ბრძოლა ჩაიშალა. ამ ტურნირის გადასარჩენად პრომოუშენი თავიდან ფიქრობდა ან ენტონი პეტისის, ან დონალდ სერონეს გამოყვანას. ერთი მომენტი ჟოზე ალდოსთან რევანშზეც კი იყო საუბარი, მაგრამ 11 დღე მოსამზადებლად ძალიან ცოტაა და მხოლოდ ერთ ადამიანმა მოინდომა ასეთ მოკლე დროში საუკეთესო ფორმაში მყოფ ირლანდიელთან ბრძოლა და ეს იყო ნეით დიასი. ოღონდ თავისი პირობებით, რომ შეხვედრა 77 კილოგრამში ჩატარდებოდა. პირველი რაუნდი თითქმის მთლიანად დგომში წარიმართა. დიაზი მწარეთ იკმინებოდა თავისი ქუჩური კროსებით. კონორი კი კარგად იცავდა დისტანციას და კონტრშეტევებზე ეფექტურად მუშაობდა. მან დიას წარბიც კი გაუხია და საერთო ჯამში ამ ბრძოლის მონაკვეთში ირლანდიელი უფრო უკეთესი იყო.
მებრძოლებმა მეორე რაუნდი კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყეს. დგომში აშკარად კონორი უფრო უკეთესი იყო. მან მთლიანად შეღება სისხლით ნეიტის სახე, მაგრამ სტოქტონის განგსტერი მაინც წინ მიიწევდა იქამდე, სანამ თვითონაც არ დაიწყო მიზანში მოხვედრა. Seconds. Conor, which in the Diaz world, they'll fight until he can't fight it. Exchanges here. Spectacular clinch. Joe, this is what the world was hoping for. That uppercut is with the good one there. He tagged him. დაი მეორე რაუნდის მეხუთე წუთის დასაწყისში მებრძოლები პარტერში ჩადიან, სადაც როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მაკგრეგორს ყველაზე მაგრად უჭირს ბრძოლა. ნეიტმა გამოიყენა თავისი ჯიუ-ჯიტსუ და დაახრჩო ნოტარიუსი. ამ გამარჯვებამ დიასი ვარსკვლავი გახადა. კონორმა ki დაიწყო ფიქრი რევანშზე. Hey, I'm not surprised, motherfuckers. ამ ბრძოლის შემდეგ 70 კილოგრამში ახალი ჩემპიონი გამოჩნდა. ედი ალვარესმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა რაფაელ დოსანიოსი. კონორს შეეძლო მასთან ტიტულზე ბრძოლა, მაგრამ მან ნეიტ დიასთან რევანში აირჩია და ეს შეხვედრა შედგა ზუსტად 5 თვეში UFC 202-ზე. ბრძოლა 5 რაუნდს გრძელდებოდა. ეს იყო ნამდვილი სისხლიანი სასაკლაო, რომელიც იქნა აღიარებული როგორც 10 წლეულობის ჩხუბი. საერთო ჯამში დიასმა მეტი დარტყმა გაუტარა ნოტარიუსს, მაგრამ კონორი უფრო ზუსტი იყო და როგორც შედეგი მან ეს შერკინება მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო. ამ შეხვედრის მერე ფანები და ექსპერტები გაიყვნენ. ზოგი თვლიდა, რომ ეს შერკინება კონორმა მოიგო, ზოგი კი დიასისკენ იყო. მოკლედ მაკგრეგორმა უარი თქვა მესამე ბრძოლაზე, რადგან მეორე ქამრის აღებას აპირებდა 70 კილოგრამში. ნეიტ დიასი კი დღემდე ითხოვს რევანშს და სხვათა შორის კულისებში საუბრობენ, რომ არის იმის შანსი, რომ სტოქტონის განგსტერი და ნოტარიუსი საბოლოოდ გაარკვევენ, ვინ უფრო ძლიერია 2026 წელს თეთრსახში ჩატარებულ ივენტზე. Conor's moving away here, and Nate's point. Oh, he's tired. Wow. And Conor countered with a left hand himself. Big punches to the jaw. Oh! There's the big body. Trouble here. Nate Diaz. Body. Tremendous pressure, but this was the beginning of the end. Oh, nasty shot to the body. Final seconds of the round. Hard 1-2 by Conor. A good lay at it in these clinches, Mike. Both of these men. Oh, beautiful. Beautiful takedown. Wow, unbelievable. This crowd is on its feet. The notorious Conor! What's your thoughts? Surprise, surprise, motherfucker! The king is back! I thought I'd win that fight. They can't have a motherfucker like me winning. I'm too real for this sport. Challenger! The notorious Conor McGregor! 2016 წლის 13 ნოემბერს კონორი სატიტულო ბრძოლით 70 კილოგრამში შეხვდა მოქმედ ჩემპიონს ედი ალვარესს. მეორე წუთის დასაწყისშივე ნოტარიუსმა მოახერხა მოქმედი ჩემპიონის დანოკდაუნება, თუმცა ალვარესი მალევე წამოდგა. ამ რაუნდში მაკგრეგორი ჯობნიდა თავის ოპონენტს ყველა ასპექტში. მან რამოდენიმეჯერ ალვარესის წაქცევაც შეძლო. პარტერშიც დამაზიანებლად მუშაობდა და დაბლოკა მეტოქის ტეიქდაუნების მცდელობები. ირლანდიელის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. კონორი ძალიან კარგად ფეთქდა
ხდებოდა კონტრშეტევებზე, იყო ბევრად სწრაფი და ბლოკავდა ალვარესის რესლინგს. ერთი მომენტი კონორი ეღადავებოდა კიდეც ედის და ხელებს მალავდა ზურგს უკან. ერთადერთი რაც შეძლო მოქმედ ჩემპიონმა ეს იყო კლინჩი ბადესთან. მაგრამ როგორც კი სპორტსმენები დაუბრუნდნენ ოქტაგონის ცენტრს, ნოტარიუსმა დარტყმების კომბინაციით დაანოკაუტა ის და აი ასე 28 წლის ასაკში გახდა ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი რეკორდით 21 გამარჯვება და 3 მარცხი. ამასობაში ილიამ 2023 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა გამოცდილ ჯოშ ემეტთან, რომელიც დივიზიონის რეიტინგის მეხუთე ადგილს იკავებდა. ეს 5 რაუნდიანი შერკინება იყო, რომელიც ქართველმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ის იმდენად კარგად მუშაობდა კომბინაციებით დგომში, რომ ემეტს მეორე რაუნდის ბოლოს თვალი იმდენად ჰქონდა დაზიანებული და გასიებული, რომ ის ძლივს ხედავდა. 4 რაუნდის განმავლობაში სპორტსმენებმა დგომში გაატარეს ბრძოლა. ილია ძალიან დამაზიანებლად მუშაობდა კონტრზეც, თავდასხმაში კომბინაციებშიც, ასევე ძალიან კარგად კომბინაციებში სვავდა ლოუ-კიკებს. მოკლედ ილიამ ყველას გვანახა კრივის მასტერკლასი. ემეტი უშანსოთ იყო, ის მთლიანად გასისხლიანებული და განადგურებული იყო, თუმცა მაინც აგრძელებდა ჩხუბს, რის გამოც მას ნამდვილი პატივისცემა ეკუთვნის. ილიამ კი მხოლოდ მეხუთე რაუნდის ბოლოს დაამატა თავისი ჭიდაობა და ეს შეხვედრა უდიდესი უპირატესობით მოიგო. რითიც დაამტკიცა, რომ ის ნებისმიერ დროს მზად არის იბრძოლოს 5 რაუნდი. გაიგლოთ, წამოაცოტა, უკან გაიწია მარჯვენა და ღვიძლი, შენი კომბინაცია. Great scramble, it follows perfectly, takes his undisputed belt on the line against the interim champion. All right, that'll do it. Elevation here in Jacksonville. რაც შეეხება კონორს, ის მოგეხსენებათ 2 წლით გაქრა MMA-დან, კრივში გადავიდა წააგო მეივეზერთან, მერე დაბრუნდა წააგო ჰაბიბთან, ზუსტად რომ ჭიდაობის მეშვეობით დაახშო დაღესტნელმა ის. მერე ერთი შეხვედრა სერონეს მოუგო და ორჯერ დამარცხდა დასტინ პორიესთან და 2021 წელს დაასრულა კარიერა. დღეს მე კონორს ვადარებილიას პრაიმში, აი კონორს, რომელმაც ალვარეს ტიტული წაართვა, მაგრამ ილიას საუკეთესო ფორმამდე ჩვენ ჯერ არ მივსულვართ. მოდით გავაგრძელოთ და ბოლოს გამოვიტანოთ განაჩენი და პროგნოზი. ხალი ხარავდეს დედა. სულიად საქართველოს ეკლესიების შემძლეობას სულობენ და წელს ილიამ 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე ნოკაუტით მოიგო. მან მოიპოვა ტიტული და წარმატებულად დაიცვა ის. აი აქ უკვე შეგვიძლია შევადაროთ კონორი და თოფურია. კონორმა ტიტულის მოპოვების შემდეგ ბრძოლა წააგო სხვა დივიზიონში. ილიამ კი გაიმყარა 66 კილოგრამში ადგილი ტიტულის დაცვით, ანუ კონორს ტიტულის დაცვა არასდროს არ ქონია. ილიამ კი ეს მოახერხა თან დაუმარცხებლად. თოფურიას პირველი სატიტულო ბრძოლა 2024 წლის 18 სექტემბერს შედგა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან. ნამდვილ ლეგენდასთან, რომელსაც UFC-ში თავის დივიზიონში არ წაუგია. მან 66 კილოგრამში 13 ზედიზედ შეხვედრა მოიგო, მოახერხა თავისი ტიტულის 6 ჯერ დაცვა და იყო ძალიან კარგ ფორმაში.
ვოლკანოვსკიმ 2023-ში თავისი ძალები 70 კილოგრამში მოსინჯა, სადაც ორჯერ მახაჩევს შეხვდა. პირველ ბრძოლაში მან ყველას ანახა, რომ მახაჩევიც მოკვდავია და თანაბრად იჩხუბა. ბევრი ექსპერტი დღემდე თვლის, რომ მაშინ ვოლკანოვსკიმ გაიმარჯვა. მეორეჯერ კი ის ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ ავსტრალიელმა მაგ დროს მოუმზადებლად ბრძოლა მიიღო რამოდენიმე დღით ადრე. შემდეგ ვოლკანოვსკი დაუბრუნდა თავის დივიზიონს, სადაც ის წლები მეფობდა და აი აქ მას დახვდა მშიერი ქართველი. ვოლკანოვსკის კარიერაზე თუ უფრო ხრცლად გაინტერესებთ ინფორმაცია, შეგიძლიათ ჩემს არხზე ნახოთ ვიდეო, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. რაუნდი ვოლკანოვსკიმ დაიწყო ჰაიკიკების გასროლით და დაზვერვით. ილია კი უფრო მშვიდი იყო და ეძებდა მომენტს თავდასხმისთვის. ამ ბრძოლის მონაკვეთი სპორტსმენებმა მთლიანად დგომში გაატარეს. ეს თანაბარი ჩხუბი იყო, სადაც მებრძოლები ერთმანეთს დისტანციიდან ზვერავდნენ და არ შედიოდნენ სარისკო ცვლაში. მეორე რაუნდში ვოლკანოვსკი ეფექტურად მუშაობდა დისტანციიდან ჯებებით და კორპუსში ჰაიკიკებს ისროდა. თუმცა ილია კარგად იცავდა თავს და ეფექტურად უტევდა კონტრში. დაი რაუნდის მეოთხე წუთზე ქართველი დაიზრა თავისი მკვლელი კრივის კომბინაციით და გადაუარა ამ სპორტის ლეგენდას. ილია ტოპურია 27 წლის ასაკში გახდა UFC-ის ჩემპიონი. მან გათიშა მოქმედი ჩემპიონი და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ ორგანიზაციაში მოიპოვა ტიტული. At 145, tell him sign the gun contract. 8 თვეში ტოპურია 66 კილოგრამში ტიტულს იცავს მაქს ჰოლუეითან, მორიგ UFC-ის ლეგენდასთან, რომელმაც ამ დივიზიონის რეკორდი მოხსნა. მან 66 კილოგრამში 13 ზედიზედ ბრძოლა მოიგო, 5ჯერ შემოიხვია წელზე ქამარი და ზუსტად ამ დროს იყო BMF-ის ტიტულის მფლობელი. ჰოლუეის შთამბეჭდავ კარიერაზე ვიდეო მაქვს გაკეთებული, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. ჩვენ კიდევ დაუბრუნდეთ ამ ლეგენდარულ შერკინებას. UFC featherweight champion of the world, Ilya Matador Topuria. The wolf, the fearless flame, Ilya fights on through blood and pain from Georgia's heart where პირველივე წამებზე ტოპურიამ ოქტაგონის სცენში დაპატიჟა BMF-ის ხამრის მფლობელი, მაგრამ ჰოლუემ ეს სარისკო ნაბიჯი არ გადადგა. მაქსმა შეხვედრა დისტანციიდან თავისი გრძელი ფეხებით დაიწყო, თუმცა ილიამ ის ერთ მომენტი კონტრზე დაიჭირა და შემდეგ წარმატებულად გადაიყვანა მიწაზე. ჩანდა ტოპურიას ჭიდაობით რომ წაეყვანა ეს შერკინება, უპირატესობა მის მხარეს იქნებოდა, მაგრამ ქართველმა სანახაობრივი ბრძოლა აირჩია და აი სწორედ ამიტომ ილიას მთელ მსოფლიოში მეტი ხომაგი ყავს, ვიდრე ვინმე ბილალს ან თუნდაც კი პირველ რაუნდში 1-2ჯერ ჰოლუეიმა წარმატებულად გაისროლა, მაგრამ ილია მაინც უკეთესი იყო. ქართველს კონტრშეტევებზე მუშაობა და სწრაფი დისტანციის შემცირების უნარი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. ის მართლა ახალი თაობის უნივერსალური ჯარისკაცია, რომელიც ნებისმიერს მოუძებნის თავის გასაღებებს. მეორე რაუნდში ტოპურია კიდევ უფრო ზუსტი და დამაზიანებელი იყო. თითქმის ყველა ცვლაში უკეთესი იყო, პასუხობდა ეფექტურად კონტრდარტყმებით და კარგად ცვავდა კომბინაციებში ლოუ-კიკებს. ჩანდა რომ მიღებული ზიანისგან ჰოლუეი ნელდებოდა. ქართველმა ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდში ჰოლუეიმ ქართველის ფეხების დაცვლილვა დაიწყო თავისი საიდკიკებით და რამოდენიმეჯერაც დამაზიანებლად მიაღწია მიზანს. მაგრამ ტოპურიამ უძლიერეს მარჯვენა პირდაპირი დარტყმით დაახევინა ჰავაიას და დაიწყო მისი დამუშავება ბადესთან. თუმცა მაქსი სასწაულებრივად გაორბის მატადორს. ილია რამოდენიმე წამში ისე უტევს მას თავისი დარტყმების კომბინაციით და აყოლებს უძლიერეს მარცხენა ჰუქს, რის მერეც მაქსი მიწაზეა და ტოპურია მას აჩაქუჩებს. მატადორმა წარმატებულად დაიცვა ტიტული და გათიშა ჰოლუეი, რომელიც თავის კარიერაში არასდროს ყოფილა ნოკაუტში.
და ის ზუსტად 8 თვეში ილია ჩხუბობს თავისთვის ახალ წონით კატეგორიაში, სადაც მაგ დროს 70 კილოგრამში მეფობდა ისლამ მახაჩევი. ილია თავიდანვე იძახდა, რომ მოდის ისლამთან, მაგრამ UFC მაქსიმალურად წელავდა ამ ბრძოლის ოფიციალურად გამოცხადებას და ამაში ისინი მართლები იყვნენ, რადგან ისლამმა წონითი კატეგორიაში შეცვალა და დატოვა ვაკანტური ტიტული. პრომოუშენმა ილიას ჩარლზ ოლივერასთან ბრძოლა შესთავაზა, UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, რომელმაც ამ ორგანიზაციაში უამრავი რეკორდი დაამყარა. ბრაზილიელი ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდაა. ამაში თქვენს დარწმუნდებით, როდესაც მასზე ნახავთ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც აღწერაში დაგიტოვებთ. რაუნდი თოფურიამ ეგრევე თავდასხმით დაიწყო. სვლაში ოლივერა თამამად შევიდა, მაგრამ როგორც კი იგრძნო ილიას მძიმე დარტყმა, ეგრევე ჩაეხუტა მას კლინჩი. ბრაზილიას გდების შესრულება უნდოდა, მაგრამ მატადორმა აქაც აჯობა მას და ზემოდან მოექცა. ოლივერა უკვე დაზიანებული იყო, თუმცა მაინც მოახერხა ქართველის ფეხის დათრევა მტკივნეული ილეთის მცდელობით, მაგრამ ილია ოსტატურად გამოძვრა და მსაჯმა ჩარლზი ააყენა ფეხზე. და ის ზუსტად შუა რაუნდში, ჯების მერე, ილია უსწრაფესად ამოკლებს დისტანციას, უძლიერეს მარცხენა ჰუკი, რომელმაც ჩარლზი უკვე გათიშა, იქვე მიყოლებული მარცხენაც და მიწაზე საკონტროლო ორი დარტყმა. უსწრაფესი ილიას კომბინაცია, რომელმაც ის ერთ წამში გახადა UFC-ის ახალი ჩემპიონი 70 კილოგრამში. დაჯილდოებაზე პედიპიმბლეტი ამოვიდა ოქტაგონში, რომელიც ილიამ ხელისყრით მოიცილა. ტრიბუნებიდან გაოგნებული არმან სარუკიანი იყურებოდა, რომელმაც წელის ტკივილის სცენარი თავში წინასწარ გაითამაშა. ყველა შოკში იყო, ეს ნამდვილი ისტორია. ქართველი პირველი მებრძოლია, რომელმაც ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონობა დაუმარცხებლად შეძლო. რაც თავარია, სამივე სატიტულო ბრძოლა სამ ლეგენდას მოუგო და სამივე ღრმა ნოკაუტით. ასეთი რამ არც აქამდე ვინმეს გაუკეთებია და ალბათ კაიხანი არც ამის მერე ვინმეს გამოუვა. ეხლა კი ყველაზე მთავარი, ვინ მოიგებდა ბრძოლას, პრაიმ კონორი თუ ეხლანდელი თოფურია, დაწერეთ კომენტარებში. მაგრეგორი ძალიან მაგარი მებრძოლია და ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ ყველაფერში, თუმცა ილია თოფურიამ ორი ტიტული მოიპოვა დაუმარცხებლად, მაგრეგორმა კიდევ 3 წაგება განიცადა. აი აქ შეგვიძლია ნებისმიერი კამათი გავაჩეროთ, იმიტომ რომ ილია თოფურიამ ეს გააკეთა დაუმარცხებლად, მაგრეგორმა კიდევ 3 მარცხის მერე მოიპოვა ეს ორი ტიტული. მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ სამჯერვე მაგრეგორი წააგო პარტერში ჭიდაობის მეშვეობით. ანუ ეგრევე ხვდებით, რომ ჭიდაობა როცა იწყება, მაგრეგორი კაი მოჭიდავეს ვერ უძლევს. და ილია თოფური არის კიდევ რაღაცა სასწაული მოჭიდავე, რომელმაც თავისი კარიერა ჯერ საბმიშენებით დაიწყო, მაგრამ მერე გადააკეთა UFC-ში ნოკაუტებით და იმიტომ გადააკეთა, რომ არ ჭირდება ჯერ ერთი ჭიდაობის გამოყენება მას UFC-ში და მეორეთი ეს უფრო მეტი სანახაობრივია, ორგანიზაციას უფრო მაგრად ჭირდება ესეთი მებრძოლი და უფრო შემოსავლიანი. დიახ, კონორი ძალიან სწრაფია, აქვს კარგი ტაიმინგი, მუშაობს ძალიან კარგად კომბინაციებზე და ასევე არ დაგვაუწყდეს რომ ფეხებით მუშაობს, მაგრამ ილიას კლინჩს ის ვერ შეედრება. იმ ერთ დარტყმიან ფანჯს, ან იმ კომბინაციებს, რომელსაც ილია ატარებს 3, 4, 5 დარტყმიანი კომბინაციით, ეს არის როგორც სადა დედამიწა. ჩემი აზრით ეს შეხვედრა რომ შემდგარი იყო, ილია თოფურია დაურგოვდა მაგგრეგორს თავის ტემპს და ტაიმინგს თავისი ჭიდაობის მეშვეობით პირველ რაუნდში და დაღლიდა და აი მეორე რაუნდში მას გათიშავდა. და ფიქრობ რომ დიახ, ილია თოფურია დიდი ალბათობით მას მეორე ან მესამე რაუნდში გათიშავდა. კონორი უდაოდ ლეგენდაა, ის ძალიან ცნობილია თავისი ტრეშ ტოკით და ასე ვთქვათ, კი, ის ბევრად ცნობილია, თავის დროზე ბევრად ცნობილი იყო, ვიდრე ილია თოფურია ეხლა, მაგრამ ის ტრეშ ტოკიც, რომელიც კონორს ჰქონდა, აი, როგორ ვთქვათ, აი, პაცნური ტრეშ ტოკი ჰქონდა, ძალიან ესეთი უზრდელური ტრეშ ტოკი ჰქონდა. კი, ხალხს მოწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ილია თოფურიასაც არ ეშლება სიტყვა პასუხი. ასე ვთქვათ, უფრო დასტოინად აკეთებს ამას და სულ სხვა ფასეულებები გააჩნია ილია თოფურიას. ენა, მამული, სარწმუნოება და ილიას შემთხვევაში დავამატებდი ოჯახს. სწორედ ეს ფასეულობები აქვს ქართველ მებრძოლს. ის ჩვეულებრივი მაგალითი არის მომავალი თაობისთვის. თოფურია არის დაკავებული თავისი საყვარელი საქმით, აკეთებს ამას ყველაზე წარმატებულად, ყავს ულამაზესი ოჯახი, არასდროს არ ივიწყებს თავის ქვეყანას, ღმერთს ახსენებს სულ ყოველთვის და დიახ, ის არის ნამდვილი მაგალითი და დიახ, დღეს ჩემს გადაცემაში მან კონორს მოუგო ყველა ასპექტში.
ჯერ არ გარკვეულა ოფიციალურად ვის შეხვდება ილია თოფურია შემდეგ ბრძოლაში, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იქნება ჯასტინ გეიჯი. ხო და ვისაც არ უნახია ჯასტინ გეიჯიზე დოკუმენტური ფილმი, შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემ არხზე, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.